საღამო მშვიდობისა. მე მგონი ლაივში გავედით. ინტერნეტი ჭედავდა. ეხლა მე შევამოწმებ თქვენს მოიწერეთ აბა ხმა როგორ ისმის და კი ლაივში ვართ. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება მეგობრებო დღეს. მე როგორც უყურებ, მაინც უფრო ძალიან დიდი დაინტერესება არის, რომ როგორ დავახცევთ ნეგატივს თავი. და დღეს გვექნება ძალიან საინტერესო შეხვედრა, გარდა იმისა, რომ ვისაუბრებთ ჰორმონების დუალურ ბუნებაზე. აბა მოიწერეთ, რაში მდგომარეობს ჰორმონების დუალური ბუნება, სანამ გადავაზიარებთ. რა არის ჰორმონების დუალური ბუნება, ხო? აბა მოიწერეთ ხმა როგორ ისმის. საღამო მშვიდობისა ვერონიკა, მადლობა. ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. აი ხა უცბად გავაზიარებ მეც და დავიწყოთ. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება. მე ეს თემები ძალიან მინდოდა ხოლმე სხვების დახმარება და რა თქმა უნდა, ყველაზე ბევრი ჩემი ვიდეოები და მიწვეული ძალიან ბევრგან ვარ მიწვეული. აი ამ თემებზე სასაუბროთ. დღეს კონკრეტულად გელაპარაკებით, ტვინი როგორ იწვევს ამას. მეგობრებო, მანამდე თქვენს გადააზიარეთ. ხალხი შემოგვემატება მანამდე და დავიწყოთ. შეხვედრა იქნება ძალიან საინტერესო. აბა რატო არ იწერებით რა მადლობა თუ ისმის, მადლობა გულებისთვის. აი ახლა დავაყენებ და დავიწყოთ. ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის, ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. ხო, დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა არის ჰორმონების დუალური ბუნება. მეგობრებო, მეც აი ნელ-ნელა მივედი ეს ცოდნები, რომ ვინტერესდები. ეს ცოდნა იხსნება. მე პირველად მაგალითად მე ადრე ვფიქრობდი, რომ თუ ჩვენ რაღაცა არ ვიცით, ხო, როგორ შეიძლება ეს რაღაცა თუ სადმე არ მოусმინეთ, ვიღაცამ არ მოგვიყვა, ან რაღაც ცოდნა თუ არ მივიღეთ, როგორ შეიძლება ის რაღაცა გავცნობიერდეთ, ანუ ცოდნა როგორ შეიძლება მივიღოთ და მეგობრებო ხდება ნახეთ რა, თუ კი ვინმემ როდესმე რამე აღმოაჩინა და ვინმემ რამე გამოიგონა, შექმნა, ფიზიკურ სამყაროში გააკეთა როგორ ესე ითხოვა და მიეცა. ნახეთ როგორ ჩვენ მდუმარებაში კონცენტრირდებით სასურველზე. რაზეც ჩვენ კონცენტრირდებით, ის ჩვენ გვეხსნება. ანუ მთლიანად გვეხსნება მისი არსი. რას უფრო დიდი ხანი ვფიქრობთ იმ რაღაცაზე, ანუ მის არსში შევდივართ. რა თქმა უნდა, ეს ფიქრი ხდება გრძნობის გარეშე. თუ ჩვენ ფიქრში გრძნობებს ვრთავთ, მე ხდება უკვე სულ სხვა რაღაცეები. დღეს გესაუბრებით ჰორმონების დუალური ბუნება, მეგობრებო, მიხვდით ხომ რაც არის, რომ ბედნიერების ჰორმონები ანეიტრალებენ სტრესის ჰორმონს, კონკრეტულად კორტიზოლს, სამია სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი, ადრენალინი და ნორადრენალინი. მაგრამ გეტყვით, ეს ადრენალინი არის შიშის ჰორმონი. კარგია თუ კარგად ისმის, ეს დავდოთ და დავიწყოთ. ადრენალინი არის შიშის ჰორმონი და ადამიანს სჭირდება ადაპტაციისთვის, უცხო გარემოსთან შეგუებისთვის და ამიტომ ყოველთვის ადამიანში შიშს იწვევს სიახლეები. ეს ტვინში არის გაწერილი ჩვეულებრივად, ეს ჩვენ გვაქვს უძველეს ტვინში გაწერილი და ამას ჩვენ ვერ შევცვლით. ვერანაირად სულ გამოიწვევს ეს შიშს. მაგრამ ჩვენ როდესაც ცნობიერები ვართ, ნახეთ, ტვინი პირობითად იყოფა სამ ნაწილად. ეს სამი ნაწილად პირობითად რატო იყოფა, იცით, რომ რადიკალურად განსხვავდებიან ეს ნაწილები. პირველი ნაწილი არის ტვინის, რომელიც არის უძველესი, ესეა და რეალურად ალბათ პირველ ყოფილი როცა იყო ადამიანი.
და მაშინ მქონდა ალბათ ეს ტვინი. და უძველესი ტვინი არის რეპტილიური ტვინი ქვია, კიდევ ქვია, ჩვეულებრივად მეცნიერულად ქვია მოგრძო ტვინი. არის ზურგის ტვინის გაგრძელება. აი გირჩისებრი რაც არის ეგ არის და არის გადარჩენისთვის, ადრენალინის გამოყოფაზე სიგნალს ეგ გასცემს. თუ ადამიანს ეს დაზიანებული აქვს, ქვია აბრაჰამ ვიტეს დაავადება, რომ დაზიანებული აქვს და ქალზეც და ჩაატარეს, ცდილობენ ეს ქალი შეეშინებინათ, რაღაც სახში შეიყვანეს და ვერანაირად არ ეშინოდა რა და ნუ რეალურად ცუდია. იმიტომაც ცუდი რომ ესეთი ადამიანები ავტოკატასტროფებში და ეს რაღაცებში ხშირად ხვდებიან. ანუ ეს გჭირდება, სიფრთხილე გჭირდება, მაგრამ ნახეთ კიდევ რა არის. ეს ემოცია, რომელსაც ჩვენი ტვინი ინსტინქტურად განიცდის, ჩვენ შეგვიძლია ეს ემოცია გავთიშოთ, შევაბრუნოთ და რაც შეგვიძლია გვინდა უქნათ. ან კიდევ შეგვიძლია ამ ემოციის განმეორება, ხვდებით? რაც ჩვენ ერთხელ განვიცადეთ და ტვინმა დაიმახსოვრა. იმის განმეორება შეგვიძლია და თუ ადამიანმა განიცადა შიში, შემდეგ წარმოვიდა სახში და დაიწყო ამის გამეორება. ნუ გაუცნობელ ადამიანში ეს რო არ იცის, რომ ამას ძალიან ცუდი შედეგები მოყვება და ეს შეიძლება ჩვევა გახდეს, ტვინში ხდება რახეთ რა მეგობრებო, ტვინი ამ სურათს იმახსოვრებს როგორც საფრთხეს. და ამ სურათზე ქვია, ანუ ამას ქვია ეძახიან ნეგატიური კავშირი. უჯრედების ნეგატიური კავშირი ქვია, ნუ ესევე ქვია რა. და ამ დროს გამოიყოფა ესტრესის ჰორმონი. არის პოზიტიური კავშირი ქვია იმას, როცა ან ნახეთ როგორ რაღაცა ტვინში უჯრედებს, რომელიც ნეოკორტექსში არიან, სულ ზედა ფენაში. გიყვებოდით რომ პირველ ფენას ქვია, პირველ ტვინის ნაწილს ქვია რეპტილიური ტვინი, მეორე ნაწილს ქვია ტვინის, აი ეს პირობითად რომ დავყოთ სამ ნაწილად, მეორე ნაწილს ქვია ან ზუძუმწოვრების ტვინი ქვია, ან ქვია მაიმუნის ტვინი, ან ქვია მეცნიერულად ქვია ლიმბური სისტემა. ან ქვია კიდევ ქვია ემოციური ტვინი. რატომ ქვია ხა ეს სახელები რატო აქვს მიხვდებით ხო ზუძუმწოვრებს აქვს მაიმუნს აქვს და იმიტომ ქვია ეს ტვინი ემოციური ტვინი იმიტომ ქვია რომ ემოციებზეა პასუხისმგებელი ეს სახელები იმიტომ აქვს იმ რეპტილიურ ტვინს იმიტომ ქვია ეს ტვინი რომ რეპტილიას ეგ ტვინი აქვს და ეს ტვინი მით განსხვავდება ამ ლიმბური სისტემისგან რომ ახალ უნარებს ვერ იძენს და შვილს რო აჩენს რეპტილია დედამ რაც იცის ყველაფერი ბავშვობიდანვე იცის ოღონდ მერე ვეღარ ვითარდება ის და ნახეთ და ზედნაშენი აი ეს რითაც ჩვენ ცხოველებისგან განსხვავდებით არის ნეოკორტექსი და რა ფუნქცია აქვს ახლა ამ ნეოკორტექსს შეუძლია ეს იმპულსები რომელსაც აი ეს ჩვენი ძველი ტვინები რომელიც რა იმპულსებსაც გასცემენ ინსტინქტურად შეუძლია ეგ იმპულსები დაიჭიროს და არ გაუშვას შეაბრუნოს და თვითონ იგივე რა იმპულსიც უნდა თვითონ წარმოქმნას ხვდებით ხო? როდესაც ადამიანი არის ცნობიერი. ეხლა გეტყვით ამ სამი ტვინიდან რომელს რა ფუნქციები აქვს, რომ მიხვდეთ, როცა გერთვებათ, ყოველთვის როცა გული გიჩქარდებათ, მაშინ აი ეს არის. აი ეს ძველი რეპტილიური ტვინი გძნობს საფრთხეს. ეხლა რა საფრთხეები შეიძლება ეს იყოს? ეს შეიძლება იყოს, ანუ პირველი გადარჩენა, რა თქმა უნდა, სიცოცხლე ეგ პირველია. შემდეგ არის კვება, შემდეგ არის საცხოვრებელი სითბო თუ ადამიანის ანუ ესენი ყველა არის ამაზე ყველაზე აქტიურდება რა შიშს განიცდის ადამიანი და ეს ძველი ტვინი ერთვება რეალურად ნახეთ რა არის თუ ადამიანი ცნობიერია ამ ნეოკორტექსით ყოველთვის შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი და რა თქმა ან გათიშოს ან რაც უნდა შეუძლია კლას მეორე ტვინის მეორე ნაწილია ეს რაც გითხარით ლიმბური სისტემა არის პასუხისმგებელი ემოციებზე და ეს არის ორი დიდი ნახევარსფერო. და ემოციებზეა პასუხისმგებელი. ემოციური ტვინი ესეც ქვია. და რითაც ჩვენ ცხოველებისგან განსხვავდებით, არის სულ უახლესი ტვინი, ან ქვია ნეოკორტექსი, ან ქვია ტვინის ქერქიც ქვია. და არის რისთვის, ნახეთ მეგობრებო, არის ანუ აქ არის მოთავსებული კონცენტრირების უნარი, რაღაცას ჩვენ რო ვაკვირდებით და ეს ტვინი ჩვენ გვჭირდება თვით დაკვირვებით, თვით კონტროლის განხორციელებისთვის.
ასევე ეს ტვინი არის პასუხისმგებელი ვიზუალიზაციაზე და იდეალების ფორმირება მაგით ხდება და ანუ ჩვენ მომავალს ამ ტვინით ვქმნით. და რაღაცას რო ვიზუალიზირებთ, ბაღი გვინდა ავაშენოთ თუ სახლი გვინდა ავაშენოთ, ამით ვაკეთებთ. და კიდე იძახიან რომ ანუ სინდისი აქ გაჩნდა. იმიტომ რომ რეპტილიური ტვინი იყო რეპტილიური ტვინი თურმე ახასიათდებოდა ესეთ სისხლიანი დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ და თვითონ ამ რეპტილიურ ტვინში არის მოთავსებული დომინაციის სურვილი, მართვის და ფლობის სურვილი. და ეს რაღაცეები, ანუ რეპტილოიდებზე და ამებზე რო საუბრობენ, რეალურად ეს მოდის აქედან. ანუ ამ რეპტილოიდებს ადარებენ ისეთ ადამიანებს, ვინც აი ამ ტვინით აზროვნებს. თორე ეს ანუ მოფიქრებული ის არის, ამით უბრალოდ ხალხს აშინებენ. ნებისმიერი რამე რა ინფორმაციასაც თქვენ გაწვდიან და ეს ინფორმაცია გაშინებთ, ეს სპეციალურად არის, რომ თქვენ ანკეტზე წამოეგოთ. ვისაც თქვენთვის კარგი უნდა ის არ შეგაშინებთ არასდროს, იმიტომ რომ საშიში არაფერი არ არის. თქვენ უბრალოდ გაიაზროთ, რომ ჩვენ ყველა ვართ სულიერი არსებები და არაფერი, ანუ სიკვდილი ჩვენც არ არსებობს, ჩვენც გარდაცვალებაა, ეს უნდა გავიაზროთ. უნდა გავიაზროთ კიდევ რომ არაფერი ზიანი არ შეიძლება ჩვენ მოგვადგეს სულიერად. ხო. კიდევ ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით ყველას. კიდევ რა მინდოდა, რაზე მინდოდა მესაუბრა? ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ხო, ნახეთ, მოდით, მაინც ჯერ დიდი ხანი მინდა რომ ამაზე ვისაუბრო. დეპრესია, ანუ საერთოდ საიდან ჩდება, ხო? ნახეთ რა არის კორტიზოლი, არის სტრესის ჰორმონი, ეს ადრენალინზე გითხარით, გამოიყოფა შიშის დროს და ნუ რა არ უნდა ვქნათ, იცით? ამ ემოციას ქვია პირველადი და მეორადი. ფსიქოლოგიაში ესე ქვია, პირველადი და მეორადი. პირველადი არის ინსტინქტი, როცა გვემართება, აი ქუჩაში მივდივარ და რაღაც საშინელი მოხდა და ჩვენ შეგვეშინდა, ეს გჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ იქიდან რომ გავიქცეთ, ხო? ეს არის პირველადი ქვია ამას, მაგრამ მეორადი ქვია ის, რომ ჩვენ სახში მოვედით, საშიში არაფერი არ არის და რაღაც მომხდარის ვიზუალიზირებას რო ვაკეთებთ, ჩვენი ტვინი ვერ ანსხვავებს, ზუსტად იგივენაირად ანაბეჭდი რჩება ჩვენ ტვინში, როგორიც ჩვეულებრივად მომხდარის დროს. ანუ ზუსტად იგივენაირად მონაწილეობენ უჯრედები და ზუსტად იგივენაირად ქმნიან ნეირონულ კავშირებს. ნახეთ როგორ რაღაცა ამ ტვინის უჯრედებს ქვიათ ნეირონები. იგივენაირი უჯრედები არიან და ნეირონები ქვიათ. უბრალოდ აქვთ როგორი უნარი, რომ თითო აი ამ ნეირონს შეუძლია 50000 ფეხი გაიკეთოს და დაუკავშირდეს სხვა ესეთ თავისნაირ ნეირონს. 50000 წარმოიდგინეთ რამდენია. და ეს ნეირონულ აი ამ ფეხს, რომელთაც უკავშირდება მეორეს, სინაფსი ქვია. და ეს სინაფსი ატარებს ელექტროიმპულსს. აზრი არის ელექტროძალა, ელექტროიმპულსი, ან რაღაც ელექტრული მუხტი. და ემოცია არის მაგნიტური ძალა, მაგნიტური მუხტი ან მაგნიტური ენერგია. და როდესაც აზრი ემოციაში ერევა, ხდება ელექტრომაგნიტური. ამას გული აკეთებს თურმე. და ამ ელექტრომაგნიტურ ტალღას ჩვენ ვასხივებთ და ვასხივებთ და ვიზიდავთ შესაბამისად. რასაც ვასხივებთ, იმას ვიზიდავთ. მოდით ახლა ამას კორტიზოლზე მოგიყვებით, ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ როგორ არ უნდა ჩავარდეთ ნეგატივში, როგორ არ უნდა ჩავარდეთ, იმიტომ რომ ნეგატივში თუ შევედით, მე გვიწევს შიგნით, იმიტომ რომ თუ ადამიანში რომელიმე ნეგატიურმა ჩვევამ მოიმატა, ის მე იზიდავს, სხვა რაღაც ნეგატივებს იზიდავს. აი მაგალითად, თუ ადამიანი ნეგატივშია, მასში გამძაფრებულია ყველაფრის მიმართ ეჭვი. არავის და არაფრის არ ჯირავს. მე ხო ვიყავი და მახსოვს. და ანუ ნეგატიური, ყველაფერი ნეგატიური გამძაფრებულია რა. და რა თქმა უნდა ძნელია ესეთ მდგომარეობიდან გამოსვლა, ძნელია სხვისთვის დაჯერება, რა თქმა უნდა. და ანუ ეს ჩვეულებრივი მომენტია და როცა ეს იცი უკვე და როცა ეს გემართება, მაშინ ხარ ცნობიერი და ხვდები, რომ ეს ჩვეულებრივია, ეს ყველას ემართება და ეს შედეგია იმ რაღაც მიზეზის. ნახეთ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ
თქვენ იცით გაგიგიათ ხო ბიბლიაში რო წერია რომ რასაც ვთესავთ იმას ვიმკით. ხო რა არის ხა ეს რასაც ვთესავთ იმას ვიმკით რა არის ეს? ნახეთ როგორ რაღაცა ყველაფერი რასაც ჩვენ ვფიქრობთ ამ დროს ჩვენ ვთესავთ. და ეს რაც ჩვენ ვიფიქრეთ, ის ნელ-ნელა გაიზრდება და გახდება ჩვენი ცხოვრება. ჩვენ თუ ბრაზდებით იმაზე, რაც დავთესეთ და მოვიმკეთ, ჩვენ ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ, ხვდებით? ჩვენ სულ გავბრაზდებით ჩვენ დათესილ მომკილზე, იმიტომ რომ როცა ჩვენ ბრაზდებით, რაც ჩვენ დავთესეთ და მოვიმკეთ, ეს ახალი დავთესავთ, ჩვენ ისევ ნეგატივს მოვიმკით, ხვდებით? ეს ვიდეოები YouTube-ზე გადამოქვს და ვიღაცამ დამიწერა რამდენ წყალს ვსვაო და ეს ხვირზე გითხარით ხო ზამთარში მემართება ეს ოპერაციის გაკეთება მინდოდა და არ გამიკეთეს არ გჭირს არაფერიო და ხვირში სულ თქვა თუ მიჭირს რა თქმა უნდა ბევრს რომ საუბრობ მე პირი მიშრება მინდოდა ოპერაციის გაკეთება და არ გამიკეთეს არ გაქვს საოპერაციო და ზამთარში მემართება და უნდა გამოვიკვლიო და რა თქმა უნდა რაღაც ალერგიაა ვფიქრობ რა საოპერაციო არ გაქვს არ გამიკეთეს ნუ ფაქტია სულ თქვაში მიჭირს და უკეთესია რომ არ მიჭირდეს ხო მოდი ამ კორტიზოლზე ვისაუბროთ რა დროს გამოიყოფა რა რო იცოდეთ რომ არ გამოყოთ რა სხეულში როცა არასასიამოვნო შეგრძნება გაქვთ, გამოიყოფა კორტიზოლი. გული როცა გიჩქარდებათ, ეგ ადრენალინია. ანუ ეს ორი სტრეს ჰორმონია. და მას თქვენ აკეთებთ. გული გიჩქარდებათ იმიტომ რომ რაღაც ფიქრებს წარმოიდგენთ, ნუ ეხა არ ცხოვრობთ ისეთ გარემოში, რომ რაღაცების საშინელებები ხდებოდეს გარშემო და ეს ჩვენ გულს გვიჩქარებდეს, ხო? რაღაცები ფეთქდებოდეს ან რაღაც ცუდი რაღაცები ხდებოდეს. ეს არის ინსტინქტი, პირველად იქვია. და მეორადია, როცა ჩვენ თვითონ ვაშინებთ ჩვენ თავს და ეს არის ცუდი, ნუ საწამლავია რა, ეს არ უნდა გავაკეთოთ. ჩვეულებრივად ჩვევა, ადამიანის ქცევები ჩვევა და ნუ რაღაც ერთხელ ორჯერ თუ გააკეთებს, მე ის ავტომატურად უმეორდება და თუ ნეგატივში წავიდა ენერგიებს კარგავს და ვეღარ გამოდის ამიდან, იმიტომ რომ ის ჩახვეულია, ის დამახსოვრებული აქვს ტვინის და ახალი შექმნას ენერგია ჭირდება და იმ ძველს უენერგიო დამეორებს ტვინი. და იმიტომ ვერ გამოდის რა ადამიანი ამ მდგომარეობიდან. აი ზუსტად ეს ნეოკორტექსი თქვენ თუ დაიწყებთ დაკვირვებას, ანუ აი ეს სცენი რომ სკროლავი თაობა არის ეს, რომ დიდი ხანი რაღაცაზე კონცენტრირება არ შეუძლიათ რა. თუ დიდი ხანი რაღაცაზე ვერ კონცენტრირდები, მაშინ ვერ გამართა, უბრალოდ ჩემს ხელს ვერ გამართავ, იმიტომ რომ შენი სხეული რო გამართო, კონცენტრირება გჭირდება აუცილებლად. ნუ საიდან უნდა დავიწყოთ? ყველა პირველი უნდა დავიწყოთ ჩვენი თავი უნდა დავამშვიდოთ. იმიტომ რომ ეს არის უმთავრესი, რომ ჩვენ თუ რაღაც ან ნახეთ რა არის ეს ყოველდღიური ცხოვრება და რაღაცეები, აი რაღაც სურვილებზე დევნა მაინც ტვინი ისეთ მდგომარეობაშია, რომ სულ რაღაც დასვენება ჭირდება. და ანუ საუკეთესო ვარიანტია, რომ დღეში 15 წუთი ადამიანმა დაუთმოს მდგომარებას. უბრალოდ დაждდეს გაუმძრევლა თავისთვის და იფიქროს სიმშვიდეზე. და ნუ ეს არის რავი, აი საუკეთესო, ამაზე კარგი რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. იმიტომ რომ ტვინი დამშვიდდება სხეულში, სისხლი დაიწყებს იდეალურად ცირკულაციას და ეს არის აი ყველაზე მაგარი. მოდით ახლა კორტიზოლზე მოგიყვებით. ჰორმონების დუალური ბუნება არის ეს, რომ ბედნიერების ჰორმონები ანეიტრალებენ ან სტრესის ჰორმონებს. ადრენალინი არ არის ახლა იმდენად ის, იმიტომ რომ იმდენად ვერ იჩქარებს ადამიანი გულს, ნუ იმდენად ვერ რავი, ალბათ ისე უფრო პრობლემა არის აი ეს კორტიზოლი რა. და ეხლა გეტყვით, რის გამო გამოიყოფა ეს კორტიზოლი და მიხვდებით. ეს კორტიზოლიც არის სტრესის ჰორმონი და გჭირდება რისთვის, რომ ჩვენი პრობლემები გავიაზროთ, ჩვენი ეს გამოწვევები რო გავიაზროთ, რომ გადავჭრათ. ამისთვის გჭირდება. და აი მაგალითად ჩვენ რო რაღაცას გამოსავალს რო ვეძებთ რაღაცაში, ხო? აი ამ დროსაც ეს გამოიყოფა. და ოღონდ ნახეთ როგორ რაღაცა თუ ჩვენ ამ რაღაცაზე ვფიქრობთ, მე ამ ჩვენ ფიქრებში თან კიდევ ბრაზდებით და კიდევ გულს ვიჩქარებთ,
და რომ რაღაცებს შევით, ანუ დავსტრესავთ რა, ჩვენი თავს ძალიან დავსტრესავთ და ანუ რეალურად დეპრესიაში ვარდებიან ადამიანი ესე. რეალურად თავიდან რითი იწყება? რითი იწყება ვერ იტყვი, იმიტომ რომ გარშემო ბევრი ნეგატივი ტრიალებს და ადამიანი თუ ყველა ნეგატივი შემოუშვა თავისში, ძნელია. რატო იცით, ეხლა ბევრი გაუცნობიერებლად ნეგატივებს აზიარებს თავის გვერდზე და გონია რომ კაია, გონია რომ ამით ხალხს იცავს ნეგატივისგან. არა და ძალიან ცუდია. ნეგატივის გამავრცელებელია და თავის თავს წამლავს და სხვებსაც წამლავს. ხვდებით ხო? ცუდია, ძალიან ცუდია. ისეთი პოსტების გაზიარება, რომელიც შიშს იწვევს, ძალიან ცუდია. არ იფიქროთ, რომ ეს რამის დამცავია. შიშის გამომწვევი პოსტები ვერაფრისგან ვერ დაგიცავთ, მხოლოდ შეგაშინებთ. პოსტი, რომელიც დამცავია, ის სიხარულს უნდა იწვევდეს. ხვდებით ხო? და ზოგს გონია, რომ ეს რაღაც შემაშინებელი პოსტები რაღაც დამცავია და არ არის ესე რა. ხო, ეს კორტიზოლი, მეგობრებო, გამოიყოფა დილას იწყებს გამოყოფას სადღაც 6-ის ნახევარზე. ესე წერია რა, ეს ხო რაღაც ჩვენს სხეულში, აი რაღაც ბიოლოგიური საათი, ციკადური ციკლი თქვია და ჩვენი სხეული ამას გრძნობს. ეს რო შეამოწმოთ, ალბათ ყოველთვის ყველას ექნება ეს მომენტი, რომ რაღაც დროზე უნდა გაღვიძება და უფიქრია და ზუსტად იმ დროს იღვიძებთ. მეგობრებო, კითხვები თუ არის, ყველას გადავხედავ და ყველას უპასუხებ. და თურმე ჩვენი სხეული გრძნობს ამას და დილის 6-ის ნახევარზე იწყება გამოყოფა. თურმე საუკეთესო დრო არის, რომ აი 5-დან 6-მდე ადგეს ადამიანი ამ დროს. და თუ ადამიანი არ ადგა საწოლიდან, ხო, მერე შეაწუხებს ეს კორტიზოლი, ბევრი კორტიზოლი აწუხებს. პრინციპი ნახეთ რა არის, ეს კორტიზოლი ჩვენ გვჭირდება კიდე რომ ფრთხილები რო ვიყოთ, ამისთვისაც გვჭირდება. კიდე ნახეთ რა სიგვჭირდება, აი ვიღაცას რო ვეჯიბრებით და თუ ჩვენ პირველები ვართ, ჩვენში სეროტონინი გამოიყოფა, ბედნიერების ჰორმონი. მაგრამ ის ვიღაცა თუ უცბად ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა და შევატყეთ რომ ის მოგვიგებს და ჩვენ ხო არ შევაკვდებით და რომ დავნებდეთ, აი ეს კორტიზოლი აკეთებს ამას. რომ დავნებდეთ და თუ არ გამოიყო ეს მე და შეაკვდა ადამიანი, ცუდია, ნუ ეს დამცავია და გჭირდება, ხო, ხვდებით, ხო? ანუ ეს ფუნქცია აქვს, ამას ამ ხრივ გვიცავს. ეს დამცავი ფუნქცია აქვს. მაგრამ აი ნახეთ როგორ რაღაცეებზე კიდე გამოიყოფა, რომ აი მაგალითად ისეთ რაღაცეებზე, რაც ადამიანს მეორე დღეს არ ემახსოვრება. და აი მინახე კი არა ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი, რომ ეგეთ რაღაცებს განიცდის და ნერვიულობს. ზოგი განიცდის, აი რაღაც კარჩი რო აგებს, იმას განიცდის. ზოგი და ანუ ხო ხვდებით, ხო და ეს ყოველი განცდა გამოყოფს კორტიზოლს, აი ამ სტრესის ჰორმონს და ყველაფრისთვის ძალიან ცუდია რა. ბოლო მეცნიერულმა კვლევებით დამტკიცდა, რომ ეს კორტიზოლი სისხლს ადედებს და ერითროციტებს, რომლებსაც ჰაერის ბუშტუკები უნდა გადაიტანონ ფილტვებიდან მთელ სხეულში და რა თქმა უნდა ტვინში, ვეღარ გადააქვთ. იმიტომ რომ სისხლი ის არის შედედებულია და შედეგად ადამიანი ხდება შენელებული, უენერგიო, უხასიათო, უხალისო. ხო? გამოსავალი რა არის, ხო? გამოსავალი არის ის, რომ აი ეს 4 ბედნიერების ჰორმონიდან რომელიმე გამოვყოთ. ეხლა რა ხდება, ნახეთ. ჩვენ ტვინშია ეს გაწერილი, ლიმბურ სისტემაშია ეს გაწერილი. რომ აი ამ რაღაცეებზე ჩვენ გამოგვეყოფა. მაგალითად, ენდორფინი გამოგვეყოფა ფიზიკურ აქტივობაზე და სიცილზე ან ტირილზე და ტრავმის მიღების დროს. მეგობრებო, ნახეთ როგორი რაღაცაა, ეს 4-ვე ჰორმონი, ბედნიერების 4-ვე ჰორმონი აქვს დანიშნულება, რომ ჩვენ მეწყვილე ვიპოვოთ. 4-ვე ჰორმონი მაგაში მონაწილეობს რეალურად, ანუ ეგ როლები აქვს, ეხლა გეტყვით. რა როლები აქვს? მაგალითად დოფამინი არის რომ ვიპოვოთ მეწყვილე, ამისთვის არის ოქსიტოცინი სიყვარულის ჰორმონია, ენდორფინი არის მეგობრებო რისთვის, იცით? აი ტირილის დროს რატო გამოიყოფა? თუ მაგალითად თუ აი ურთიერთობის დროს რაღაცა მოგვივიდა, ხო? აი ეს ენდორფინი გვეხმარება რომ აი ეს გადავლახოთ რაღაცა ურთიერთობაში დისკომფორტი რო გადავლახოთ, ამისთვის ყოფილა ენდორფინი და ტირილის დროსაც ამიტომ ანუ სიცილის დროს ტირილის დროს გამოიყოფა და ფიზიკური აქტივობის დროს.
ნახეთ როგორ რაღაცა ფიზიკური აქტივობის დროს გამოიყოფა ბევრი ფიზიკური აქტივობა არ გჭირდება და ამიტომ ძალიან კარგია თუ გააკეთებთ 5 ტიბეტელს. ეს არის 15-20 წუთიანი სავარჯიშო, რომელიც რავი აი ამ ბედნიერების ჰორმონებს აქტიურებს და ადამიანს ახალგაზრდავებს და ძალიან მაგარია სახლის პირობებში კეთდება და ყველა შეუძლია გააკეთოთ. რო დაგუგლოთ ყველა საიტზე დევს ქართულად დათარგმნი 5 ტიბეტელი. ესე ვქვია. და ძალიან მაგარია 15-20 წუთი ჭირდება რომ გააკეთოთ და პირველივე გაკეთებიდან მე ვისაც ვასწავლე, მეუბნებოდი რომ პირველივე გაკეთებიდან თავს რაღაც ბუმბულივით და რაღაც კარგად გძნობთო რა. და ენდორფინს გამოყოფს კიდე სიცილი. და ამიტომ ენდორფინის თერაპიაა რომ ჩართოთ 1 საათი. თვენახევარი 1 საათის განმავლობაში ყოველდღე რო უყუროთ კომედიებს, ну ადამიანი დეპრესიაში როა ვერ უყურებს, რა თქმა უნდა, არ ეცინება არაფერზე საერთოდ და ძნელია მისთვის რო იპოვოს ისეთი რაღაცა, რაზეც გაეცინება, მაგრამ უნდა მოძებნოთ რაღაცას იპოვით, რაზეც გულით გაგეცინებათ, გახსოვდეთ რა, თუ გინდათ დეპრესიისგან გამოსვლა, ჩართეთ ყოველდღე უყურეთ სასაცილოებს. ან სულ გახსოვდეთ რომ რაღაც სასაცილო რაღაცები ყოველდღე მოუწყეთ თქვენ თავს. იმიტომ რომ ეს ბედნიერების ჰორმონს გამოყოფს, ეს არის ერთ-ერთი. სეროტონინი გამოიყოფა ურთიერთობის დროს. აი როცა კარგი ურთიერთობა გვაქვს ადამიანებს ერთმანეთში. როცა ერთმანეთს კომპლიმენტს ვეუბნებით, მადლიერებისას გამოიყოფა ეს სეროტონინი. არავინ არ საუბრობს ამაზე. ყველა იძახს რომ მადლიერება ძალიან მაგარია. მაგარი არის იმიტომ რომ ეს სეროტონინი გამოიყოფა. ბედნიერების ჰორმონი სეროტონინი გამოიყოფა. ეს სეროტონინი ღამე იქცევა მელატონინად. და ეს მეცნიერები იძახიან რომ სადღაც ღამის 10 საათიდან დილის 4 საათამდე, აი სადღაც 6 საათიანი შუალედი არის მელატონინად გადაქცეული და ეს მელატონინი არის ძლიერი დამამშვიდებელი. და მე რაღაც პერიოდი 10 საათზე ვიძინებდი, ну ახლა ვეღარ ვახერხებ, იმიტომ რომ 10 საათზე ხელ ლაივია და 12-ზე მაინც ვიძინებ ხოლმე რა, არ ვაცილებ. არ და მთელი ცხოვრება სხვანაირი ცხოვრებით ვიცხოვრებ. ჩემი კლუბი მქონდა და ბარი მქონდა და ну რაღაც ესეთი ბიზნესმენი ვარ და. ხო, მადლობა გულებისთვის. კიდევ სეროტონინზე და ენდორფინზე გითხარით, ოქსიტოცინი არის სიყვარულის ჰორმონი. ოღონდ გამოიყოფა ნახეთ კიდე რაზე, სხვაზე ზრუნვისას გამოიყოფა, უცხო ადამიანზეც რო ვიზრუნოთ გამოიყოფა, დაპირებების შესრულებისას გამოიყოფა. და ნახეთ რა არის, მე პირველად რომ ანუ მე დეპრესიაში ჩავარდი, რაღაცებზე ბრაზდებოდი და ანუ არ ვიცოდი რომ ეს ბევრი გაბრაზდება შეიძლება ჩვევა გამხდარიყო და მე ეს სტრესის ჰორმონი, ბევრი სტრესის ჰორმონი შეიძლება დეპრესიაში ჩავეგდე, ეს არ ვიცოდი და მოვხდი დეპრესიაში ესე. რა თქმა უნდა, როგორც ყველა და აი არა, მაგრამ სხვას ამას სხვა დროს მოგიყვებით. მოდით ახლა აი ნახევარი საათი გვისაუბრია. ჩემი პირადი ისტორიები იმდენად საინტერესო არ იქნება. ეხლა უცბად კითხვებს გადავხედავ და კიდე ვიცით რა, რაღაც სავარჯიშოებსაც გასწავლით, აი ვინც მაგალითად ვისაც ნეგატიური აზრები შემოგიტევთ ხოლმე. ну ჩემი პრობლემა რა იყო, მე რეალურად რა არის, იცით, ყველა საქართველოში ვინც თვითგანვითარებას იწყებს ესე რომ დეპრესიაში ვარდება. იმიტომ რომ მე საერთოდ არ მეგონა თუ ეს საერთოდ ჭირდებოდა ადამიანს. 18 წლიდან ბიზნესმენი ვარ და რავი ძალიან მაგარი ბიზნესები მიკეთებია და კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით და ამით არასდროს არ ყოფილვარ რა, უკმაყოფილო. ხო. მაგრამ აი ეს ცოდნა, რა ვიცი, მომავალში ეს ცოდნა ჩემი აზრით აუცილებელი გახდება. იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან საჭიროა რა ჩემი აზრით, მე ვფიქრობ და ყველას დაჭირდება. ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით, მე როგორც ხედავ, კითხვები არ არის, ცოტას კიდე ვისაუბრებ. მეგობრებო, მე-9 ნაკაჩი მიმდინარეობს მიღება ჩვენ კურსში. ყველას გიწევთ, რავი, აი კვირაში 2 შეხვედრა გვექნება. მაგარი სავარჯიშოები, მე ყველას პირადად ვესაუბრები, აი დღესაც რამოდენიმეს ვესაუბრე. ძალიან დიდი მადლობა ძალიან კაი კომენტარებისთვის. ყელიდან მოდის.
შეიძლება. გული სიხარულზეც ხომ გვიჩქარდება მაშინ? კი, დიახ, ნახეთ ეს რა ყოფილა, იცით? სიხარულის დროს რატო გვიჩქარდება გული? სხეული განიცდის ძლიერი სიხარულის დროს სხეულში ცვლილებები ხდება და ამ ცვლილებებს რო შეეგუოს სხეული, თურმე ამიტომ ჩქარდება გული. ანუ თვითონ ეს ადრენალინი არის გჭირდება გარემოს შესაგუებლად. როცა ახალ გარემოს ვეგუებით, ან ამისთვის გჭირდება რა და ამიტომ. იმიტომ რომ ეს კითხვა ადრეც იყო და მეც მაინტერესებდა. უბრალოდ 15 წუთის სიმშვიდეში დაჯდომით და სუნთქვაზე დაკვირვებით გონების დამშვიდება. უბრალოდ სიმშვიდეში დაჯდომით ამშვიდებს ის რა ქვია. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი. კარგით, მოდი გავაგრძელოთ, მაშინ კიდე მოგიყვებით. კიდე არ მომიყოლია ბევრი რაღაცა და კიდე უნდა მოგიყვეთ, ხო აი ადამიანები რატომ ატულობს ადამიანებში აი სტრეს ჰორმონი კორტიზოლი. მოდით ამ ორ ჰორმონს კიდე მოგიყვებით ბანემ ბოლომდე, ანუ ეს ოქსიტოცინი გითხარით სიყო და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, იცით რა არის? მეგობრებო, გარდა იმისა, რომ ეს ბედნიერების ჰორმონები რაღაცის გამო გამოიყოფა და სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს ჩვენში, მარტო სასიამოვნო შეგრძნებებს კი არ იწვევს. ძალიან მაგარი ფუნქციები აქვს. თვითონ ამ ოქსიტოცინს რა ფუნქციები აქვს, იცი მეგობრებო, კიდე? მაგალითად, ქალს ეხმარება, რომ კერჩი რძე ჩაუდგეს. მამაკაცს ეხმარება, რომ სპერმა გადაადგილდეს, მაგრამ ამის გარდა კიდე, ანუ ძალიან ბევრი ფუნქციები აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს რა? უშიშრების განცდას იწვევს. აი ეს შიშს, აი ეს სიყვარული ესე ამარცხებს. ხვდებით? აი მაგალითად, დოფამინი იწვევს ენთუზიაზმს. დოფამინის დროს ადამიანს თვალები უბრწყინავს და იწვევს განცდას, რომ ცხოვრება მშვენიერია. ხვდებით? აი სეროტონინი მაგალითად იწვევს განცდას, რომ ჩვენ გარშემო მყოფები გვაფასებენ. რომ თურმე ეს გვჭირდება იმისთვის, რომ სოციალური სტატუსი ამიმაღლოთ. ხო, მაგალითად აი ოქსიტოცინი რატო უსაფრთხოების განცდას თურმე იმიტომ იწვევს, რომ ახალი ურთიერთობები, ახალი კავშირები დავამყაროთ. რომ ჩვენი ანუ ეს გამრავლებისთვისა, ყველაფერი არის გაწერილი გამრავლებისთვის, ტვინში არის გაწერილი გამრავლებისთვის და ეს თურმე ცხოველებშიც არის გაწერილი ესე, რაღაცა ეს ჰორმონები. და ნუ ეს ფუნქციები. როცა ჩვენ ეს ფუნქციები ვიცით, ნახეთ მეგობრებო, სამყაროში არაფერს არ აქვს აზრი მანამდე, სანამ თქვენ არ მიანიჭებთ აზრს. თქვენ ყოველთვის აფასებთ რაღაცას პოზიტიურად, ან რაღაცას ნეგატიურად. და შემდეგ ამაზე ამ ბრაზდებით ან შესაბამისად რეაგირებთ რა. ხვდებით? ნახეთ, ოღონდ ნეოკორტექსით როცა ჩვენ ვაკვირდებით ამ ჩვენ ემოციებს, ამ ჩვენ ინსტინქტურ ემოციებს, ჩვენ ეს ემოცია შეგვიძლია შევაჩეროთ. ხვდებით? არ ნახეთ და ეს ნახეთ რა ხდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ცნობიერები და იმის გამო ჩვენ გარშემო ხავთ სამყაროში ხო ხდება ნეგატივი, ხო? ცნობიერები უნდა ვიყოთ და ეს ნეგატივი არ უნდა განვიცადოთ. ჩვენ არ უნდა განვიცადოთ, ხვდებით? რეალურად რა არის, იცით რომ არ აკრიტიკო და არ განსაჯო, ეს ჩვენთვის არის რა. ხვდებით? არის ისთვის, რომ როდესაც ვიღაცას აკრიტიკებ, ის მისთვის კი არ არის ცუდი, ვისაც ვაკრიტიკებ. ჩვენთვის არის ცუდი, სტრეს ჰორმონს გამოვყოფთ ჩვენში, ხო? ნუ რეალურად რა არის, იცით, კიდე არის რომ რატო არ ხდებიან, მაგალითად, აი ესე ვინც იქცევა ესეთი ადამიანები, რატო არ ხდებიან, ხო, ცუდად, ხო? თუ აი ხო არის ზოგი რომ ვიღაცა აკრიტიკებს. პრინციპი იცით რა არის, მეგობრებო? თქვენ თუ მსახიობი ხართ და რეალურად რაღაც როლს თამაშობთ და იმას არ განიცდით. მაშინ არაფერი არ მოგივათ რა. რეალურად დეპრესიაში ვარდება ის ადამიანი, ვინც უფრო გულკეთილია და თავის თავზე იღებს ყველაფერს, ხვდებით ხო? და სხვის დარდს თავის თავზე განიცდის. და როცა სხვის
სხვას ვიზუალიზირებ, იგივე გვემართება, ხო და რეალურად ჩვენი მომავალი რო შევქმნათ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ვიზუალიზირება იმისი, რაც გვინდა. და უნდა მოვახდინოთ ვიზუალიზირება ისე, რაც გვინდა, რომ ის უკვე ჩვენ გვაქვს. ხო, მეგობრებო, მინდა რომ აი მაგალითად თუ შემოგიტევთ აი ეს ნეგატიური აზრები, როგორ უნდა დააღწიოთ თავი? ანუ მიხვდით რომ ერთადერთი აი ამ ნეგატივისგან თავის დაღწევის საშუალება არის ჩვენ თავში გამოვყოთ ბედნიერების ჰორმონები. და 4 ბედნიერების ჰორმონიდან აქ კიდე ხა ვერ მოვყევი ბევრი ჩვენ კურსებზე, პირველ საფეხურზე გავივლით ამას. ანუ სავარჯიშოები გვექნება, ჯერ სწავლა არ დაწყებულა, არის ჯგუფს ვავსებთ ვარჯიშებს რამოდენიმე დღეში დავიწყებთ, რამოდენიმე ერთი ტექნიკა დევს, უკვე ერთი შეხვედრაც დევს და ესეც არის იმიტომ, რომ საცდელად ვანახებთ, ანუ როგორ მიმდინარეობს სწავლება, არის ძალიან კომფორტული. ჯგუფი არის, რომელსაც აქვს თავის არჩევი, აქ მინდოდა მენახებინა, მაგრამ ვერ ვიპოვე, როგორ უნდა გადავიდე, რომ განახოთ. ხო. ამ ჯგუფს თავისი ჩათიც აქვს და ანუ ძალიან კომფორტულია სწავლება. ფასი ძალიან იაფი გავხადეთ, ერთი თვის ფასი არის 100 ლარი. მე პირობას გაძლევთ, რომ ვინც 2 თვე მინიმუმ ამ კურსში ჩაერთვებით, მთელი ცხოვრება და რავი დეპრესია აღარ შეგაწუხებთ. ანუ მიხვდებით, რომ როგორ უნდა იყოს ბედნიერი მთელი ცხოვრება. ბედნიერი რო იყოს მთელი ცხოვრება, მოდი ბარემ ამასაც მოგიყვებით. რეალურად რა არის ბედნიერება? ადამიანი რო იყოს ბედნიერი, უნდა გააცნობიეროს რა არის ბედნიერება. ნახეთ რეალურად რა არის ბედნიერება. ადამიანები რაღაცებს დასდევენ და გონიათ რომ ან სხვა ადამიანი ან სხვა ნივთი ან რაღაც გააბედნიერებს და ნუ ესეთი ადამიანები სუდევნაში არიან, როცა ამ ნივთს ან ამ ადამიანს აღწევენ, ეს რა ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება. ნახეთ მეცნიერული პასუხი რა არის ამაზე, რა არის ბედნიერება? ბედნიერად თავს ადამიანი გრძნობს მაშინ, როცა მის სხეულში უფრო მეტი ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა, ვიდრე გამოიყოფა სტრესის ჰორმონები. ეს ეხლა ვნახე და ეგ არის. ნახეთ. და მანამდე მე ვიძახდი, რომ ბედნიერება ეს არის სიხარული ჩვევაში, ზუსტად ისევე, როგორც დეპრესია არის სტრესი ჩვევაში. ანუ ადამიანი ჩვევების არსებაა, ბედნიერება არის, როცა ადამიანს სიხარული აქვს ჩვევაში. აი მე მაგალითად როცა დეპრესიაში ვიყავი, დილას რომ მეღვიძებოდა და რაღაც მეშინოდა, ვერ ხვდებოდი რაც მეშინოდა. შფოთი და ის მქონდა ჩვევაში და წინა დღის რაღაცეებზე გაბრაზებული, დილას რომ მეღვიძებოდა, ჩვევაში მქონდა და შფოთში მეღვიძებოდა, ცუც ხასიათზე მეღვიძებოდა. ეხლა რომ მეღვიძება, სიხარულით მეღვიძება. უბრალოდ სიხარულით რა მიხარია არ ვიცი. ნუ რა მიხარია კი ვიცი, ჩვევაშია სიხარული და რომ მეღვიძება ეგრევე მიხარია. იმიტომ რომ ტვინშია გაწერილი. მეგობრებო, პრინციპი არის ეს, თქვენ ტვინში რას გაწერთ. მე რო რაღაცეები, ანუ ეს უბრალოდ საუბარი არ არის, რა ყველაფერი არის, შეგიძლიათ რომ ტექნიკა ახლა ისე განვითარდა, რომ კომპიუტერზე შეამოწმოთ, რომ თქვენი აზრები მართლა ტოვებს თქვენ ტვინში ანაბეჭდებს. თქვენი აზრების შედეგად მართლა გამოიყოფა თქვენ სხეულში ჰორმონები. და მართლა ამ ჰორმონებს დუალური ბუნება აქვს. სტრესის ჰორმონს ანეიტრალებენ ბედნიერების ჰორმონები და ანუ ეს რეალობაა რა, რომ დააკვირდეთ და რომ გააკეთოთ, ნახავთ. ხო, ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მე თვითონაც მე უკვე 4-5 წელია ამ სფეროში ვარ. მეც არ მეჯერა თავიდან ბევრი რაღაცები მეც არ მეჯერა. თუ გინდათ დეპრესიას დააღწიოთ თავი, თუ გინდათ მთელი ცხოვრება იყოთ ბედნიერები, მეგობრებო, ბედნიერები რო იყოთ, თქვენ უნდა გააბედნიეროთ თქვენი თავი. სიხარული რო ჩვევაში გაგიხდეთ, რაღაც ისეთი რაღაცები უნდა აკეთოთ, რაც გახარებთ, ხო? და ამ თქვენი ამ საქციელებით გაბედნიერდებით, ხო? ნუ ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ როგორ ვიყო ბედნიერი, როცა გარშემო ამხელა ნეგატივია, ხო? აი ზუსტად გარშემო რომ ამხელა ნეგატივია, თქვენ უნდა აკეთოთ სიკეთე, ხო?
და ადამიანები იძახიან რომ აი რა მე რატო ვაკეთო სიკეთე რომ გარშემო ახლა ზუსტად იმიტომ უნდა ვაკეთოთ მეგობრებო რომ შევცალოთ სამყარო უკეთესობისკენ ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილები რომ სიკეთე ვაკეთოთ და სხვასაც მოუნდეს მობაძვა ვინც ახალია ყველას ურჩევ რომ ყველაფერი გვერდზე გადადოს და კურსი გაიაროს რასაც ნატრობდით რეალობად გადაგექცევათ თქვენ თვითონ გაოცებული იქნებით თქვენ სასიკეთოდ შედეგებით პირადი გამოცდილებიდან გეტყვით რომ აქ თავად დაიბადებით აქ თავიდან ძალიან დიდი მადლობა ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით დიახ ხო დეპრესიაში მყოფი ადამიანისთვის ძნელია დაჯერება თან იმდენი სიხარულები მოდის რომ მეგობრებო 5-10 წუთიც გესაუბრებით და მე მაშინ დავამთავროთ აი როცა ნეგატიური აზრები შემოგაწვევათ რა სავარჯიშოები შეგიძლიათ გააკეთოთ ხო აი როგორ უნდა დააღწიოთ თავი მე საერთოდ არ ვიცოდი და ვიღებდი აი მასტერ გასაღების წიგნია და ძნელი წასაკითხია მაგრამ ისეთი ტექსტებია რომ შინაგანად ხვდები რომ ეს გადაგარჩენს და გახარებს რა და ამას ვიღებდი და ვკითხულობდი ან როცა ეს ნეგატიური აზრები შემოდის მეგობრებო რეალურად ნახეთ რა უნდა ქნათ რაღაც თუ უნდა გაერთოთ თავი რა რაღაცაზე უნდა გადაერთოთ ნუ იმ მომენტში რისი საშუალება გაქვთ თუ არაფრის საშუალება არ გაქვთ აფირმაცია უნდა იმეოროთ შექმნათ თქვენთვის სასურველი აფირმაცია ეხლა ჯგუფში დაგიწერთ აფირმაციებს ასევე მეგობრებო ეხლა ამ იმას ვატარებთ იმისთვის რომ ვისაც უნდა ჩაერთოს ამ კურსებში ეს გავხადეთ ისე რომ ძალიან თვეში ღირს 100 ლარი და ნუ ყველასთვის ხელმისაწვდომი რო იყოს და თან რა ძალიან მაგარ ტექნიკებს ისწავლით ერთ ცხოვრება შეცვლით და ამ კურსის ერთხელ გავლის მერე უბრალოდ არ დაგჭირდებათ სხვა რამე კურსის გავლა იმიტომ რომ აქ ყველანაირ ტექნიკებს ტვინის მუშაობის პრინციპებს ისწავლით და ხო მოდით მაშინ დიდი სიყვარულით დაგემშვიდობებით რადგან კითხვები აღარა გაქვთ და ყველას გიწევთ რომ ჩაერთოთ კურსებზე. რავი, ზოგს ბევრი რაღაცები აკავებთ ხოლმე ადამიანებს და უნდა გადადგათ ნაბიჯი და ერთხელ შეცვლით თქვენ ცხოვრებას და მე მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნებით. დიდი სიყვარულით დაგემშვიდობებით.